რას ნიშნავს კრიზისები? ზოგადად ძალიან ბევრს ეშინია ამ კრიზისული პერიოდების და არც ისე უსაფუძვლოდ რაღაც მხრივ შეიძლება ესეც ითქვას, იმიტომ რომ რეალურად კრიზისი გულისხმობს მომენტს, როდესაც შენ უნდა გადადგა ნაბიჯი. ხშირად ასტროლოგიაში და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ასტროლოგიის გარეშეც არის ბლომად. კრიზისული პერიოდები, უბრალოდ ასტროლოგია ამბობს რეალურად, როდის იქნება ეს კრიზისული პერიოდები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წინასწარ, ან როდესაც კონკრეტულად გააქვთ ეს კრიზისული პერიოდი, უკვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ასტროლოგიაც დაგიდასტურებთ, რომ გაქვთ კრიზისული პერიოდი, კონკრეტული ნეგატიური, რთული პერიოდი. ეს არის კრიზისული პერიოდი. შესაბამისად, რატომ არის ნეგატიური? იმიტომ რომ სამყარო მაქსიმალურად გიბიძგებთ, რომ გადადგათ ნაბიჯი. და ადამიანისთვის ნაბიჯის გადადგმა უკვე არის კრიზისი, იმიტომ რომ შენ გამოდიხარ შენი კომფორტის ზონიდან, შენ უნდა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი, შენ გაქვს კონკრეტული ვალდებულებები და თუ რამეს გააკეთებ არასწორად, ისევ შენს თავზე გამოსდი შესაბამის შედეგს. ამიტომაც ეს არის კრიზისული პერიოდი, რომ შენ უნდა დაძალო საკუთარ თავს, გადადგა ნაბიჯი, აიღო პასუხისმგებლობა ამ საკუთარ ნაბიჯზე და შესაბამისად სულ ეს არის კრიზისი. არაფერი რთული ამაში არის, არაფერი კატასტროფული ამაში არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ გადადგამს სწორ ნაბიჯს, ან თუ ადამიანი საერთოდ ვერ გადადგამს ვერანაირ ნაბიჯს, ესეთ შემთხვევაში კრიზისი, რა თქმა უნდა, იქნება მაქსიმალურად ნეგატიური პერიოდი, იქნება შედეგი, იქნება ცუდი. იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი შედეგი მოაქვს მხოლოდ ან არასწორ საქციელს, ან საერთოდ როდესაც არაფერს არ აკეთებ და მიხვები დინებას, იმიტომ რომ გარემოში შენ ნაბიჯების გადადგმის გარეშეც მაინც რაღაც მოხდება. და თუ შენ მიყვები დინებას და არაფერს არ აკეთებ, ბუნებრივია შედეგი იქნება ცუდი. შესაბამისად, როდესაც საუბარი არის კრიზისებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს არის მოქმედების დრო. ეს არ არის ისეთი დრო, როდესაც ჩვენ უნდა ველოდოთ რაიმე ცუდს, პირიქით, ჩვენ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე ცუდი, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და ამაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვეხმარება პროგნოზი. თუმცა, ყველასთვის არ არის ასტროლოგია, ისევ გავიმეორებ, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს შედარებით უფრო მგრძნობიარე სუსტი ფსიქიკა და შესაბამისად, როდესაც ეტყვი, რომ წინ ელოდება რაღაც კონკრეტული კრიზისული პერიოდი, რაღაც ნეგატიური პერიოდი, ხშირად წინ გამოდის უკვე შიში და ადამიანი უკვე პარალიზებულია, არ შეუძლია არაფრის გაკეთება. აი ესეთ დროს, ანუ ესეთი ადამიანისთვის ამ ყველაფრის თქმა არის ცუდი, იმიტომ რომ რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. ანუ რეალურად ასტროლოგიური პროგნოზი სჭირდება იმ ადამიანებს, ვინც მზად არის თვალი გაუსწოროს კონკრეტულ ნეგატიურ პერიოდებს და მზად იყოს მოქმედებისთვის.